Acá pues Los Santosi ცნობილია უმაღლესი ხარისხის ყავით. conocido por su calidad. Es que es un café აქაური ყავა ზღვის დონიდან 1200-1800 მეტრის სიმაღლეზე მოდის. 200 a 1800 metros. აქ დალოცვილი მიწაა. შეიძლება ითქვას, რომ ყავის პლანტაციების მთები დგას. ძალიან მნიშვნელოვანი ეკოსისტემაა, რომელიც ძალიან საინტერესო მომჟავო გემოს აძლევს ყავას, რომლითაც აქაური ყავა მთელ მსოფლიოში განთქმულია. Conocidas en el mundo. Los Santosi ყველაფერი ყავას უკავშირდება. Todo es café. Este სწორედ მისი ნაყოფი არჩენს ადგილობრივებს. da sustento pues a toda la comunidad. Me მე მიყვარს ყავა. ყოველთვის როცა ფინჯან ყავას ვსვამ, ყველა გემოს ვგრძნობ, რომლებსაც შეიცავს. ძალიან ვაფასებ ყავის თითოეული მარცვლის მოხალვაზე გაწეულ შრომასაც და ამ ყველაფერს ყავის ერთი ყლუპის მოსმისთანავე ვიგებ. llega precisamente a cada bebida. ჩემი სახელია ხულიო ნარანხო. მე კომპანია კოპეტარაზუს კომუნიკაციისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ. Arrazú. კოპეტარაზუ ყავის ყველაზე მსხვილი კოოპერატივია კოსტა-რიკაზე და იგი ყავის 4500 ასოცირებულ მწარმოებელს აერთიანებს. 500 asociados productores de café. კოპეტარაზუში ყავის მოსავალთან დაკავშირებით ჩვენს ყავის მწარმოებლებზე ვართ დამოკიდებული. Principalmente con lo que es pues la cosecha de café. ყავის მოსავალი ხელით იკრიფება. Se hace manualmente. ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 15000 ემიგრანტს, რომლებიც პანამიდან და ნიკარაგუიდან ჩამოდიან ყავის საკრეფად. De Nicaragua para hacer la cosecha de café. ფაქტობრივად ამ მუშახელის იმედზეა რეგიონში ყავის წარმოების მთელი პროცესი. Llevar a cabo todo el proceso de la caficultura aquí en la región. ყავის მარცვლების მოკრეფის შემდეგ მწარმოებელს ნაყოფი კოოპერატივამდე ხელით მოაქვს. კოპეტარაზუს 2 სათავო ოფისი და 60 შემგროვებელი პუნქტი აქვს, სადაც ყავის ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია მიიტანოს საკუთარი მარცვალი. Puede llegar a depositar su grano. როგორც კი ყავას მოიტანენ ცენტრალურ საწარმოში, ყავის დამუშავების პროცესიც იწყება. პირველ რიგში ყავის მარცვლებს რეცხავენ. როგორც კი მარცვლები სასურველ დონემდე გაშრება, შემდეგი საფეხურია გემოს გასინჯვა. Ya tiene el secado ideal, pasa a lo que es catación y la cooperativa. კოოპერატივში მიმდინარეობს მთელი პროცესი, როგორც ხელით ჩასატარებელი სამუშაოები, ისე ინდუსტრიული, რომელიც ყავას ექსპორტისთვის ამზადებს. კოოპეტარაზუში მიტანილი ყავის 90% სხვა კონტინენტებზე გადის ექსპორტით. Arrazú es exportado pues a otros continentes. მე ყავა მომყავს. უკვე 45 წელია კოპეტარაზუსთან თანამშრომლობ. ამ რეგიონში ყავის გარდა არაფერი მოდის. ყავა აქაური ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძი. სწორედ მისი ირგვლივ ტრიალებს მთელი რეგიონი. ჩემს პლანტაციაში მოყვანილ ყავას ნუშის ან ტკბილი ლიმონის არომატი აქვს. თან ცოტა შოკოლადის გემო დაჰკრავს, როგორც ამბობენ. აქ მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ირგვლივ სიმშვიდეა, ბუნება ლამაზია და ჰაერი კარგი. მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე. ძალიან მეამაყება ის, რომ ჩემი ყავა მთელ მსოფლიოში გადის. Tengo toda una vida venir aquí y saber que el café va para todo el mundo es un orgullo. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მდგრადობაა. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ყავის მწარმოებლებს ორგანულ სასუქს, კომპოსტს უფასოდ ვურიგებთ. Lo que es el procesamiento de el abono orgánico, que en este caso pues reciben los productores de manera gratuita. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ნუტრიენტების გადამუშავებასა და ცირკულარულ ეკონომიკას. Economía circular. გვაქვს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტები, რომლებიც მწარმოებლებისთვის სასუქის ორგანულ ალტერნატივას ამუშავებენ. Orgánicas para los productores. ასევე ვიკვლევთ და გამოვყავს ყავის ახალი ჯიშები, რომლებიც უკეთ უძლებენ კლიმატის ცვლილებასა და დაავადებებს. ეს კოოპერატივის პასუხისმგებლობაა. Eso pues es responsabilidad de la cooperativa. ბავშვთა ცენტრი Casas de la Alegría ყავის მკრეფავების ბავშვებს სულის. Niños de recolectores de café. Los recolectores de café. მკრეფავები შვილებს ამ ცენტრში ტოვებენ, სადაც მათ აჭმევენ, ართობენ და თვალყურს ადევნებენ პროფესიონალი აღზრდელები. Realizan también pues algunas actividades y por supuesto pues están a cargo de mano pues especializada en lo que es el trato de la niñez.
ბავშვთა მოვლის ცენტრი Casas de la Alegria იმიტომ დაარსდა, რომ ბავშვზე ზრუნვის პრობლემა მოაგვაროს, რათა ბავშვებს არაფერი შეემთხვით და არც ყავის კრეფა დაავალონ. ყავის წარმომავლები სულ უფრო მეტად ენდობიან ბავშვთა ცენტრს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ცენტრში დაახლოებით 1500 ბავშვი მიიღეს. de 1500 niños. კოპეტარაზუ ისეთი კოოპერატივის მოდელია, რომელიც ყველას სასტიკეთოდ ზრუნავს. ნიკარაგუელი და პანამელი მკრეფავები გვეუბნებიან, თუ რა დიდ ეკონომიკურ შეღავათს აძლევს მათ მოსავლის აღება. Panameños nos hablan pues de ese beneficio que les permite pues ahorrar a nivel económico. სწორედ ეკონომიკის გამო კოოპერატივს მუდამ უჭირს ბაზრის პოვნა თავისი განსაკუთრებული ყავისთვის. Desafío constante para la cooperativa pues buscar el mercado para su café de especialidad. ჩვენი მთავარი მიზანია ყოველთვის შევძლოთ ისეთი ბაზრების პოვნა ჩვენი ყავისთვის, რომ არ დავკარგოთ საკუთარი პროდუქტის ავთენტობა და ფასი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი სპეციფიკური მახასიათებლების გამო ვართ განსხვავებული და გამორჩეული. Eso es lo que nos hace diferentes.